მოგესალმებით მეგობრებო. აბონცეციაშვილის დილის საუბრები გრძელდება. თუმცა დღეს არ მინდოდა ჩაწერა ამ საუბრების, იმიტომ რომ ცოტა ვარ ოდნავ რო ვთქვათ, ნაწყენი კიდევაც რა. Disappointed, I'm very disappointed. იმიტომ რომ მე მეგონა რომ გუშინდელი პატარა აქცია, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ მეგობარი აქთან დაკავშირებით, უფრო მეტი ხალხი მოვიდოდა, მეგონა რომ უფრო მეტი, მარიამმა გააკეთა აქტივისტმა ეს ყველაფერი ჩათებში ჩაყარა, მაგრამ ძალიან ცოტა მოვიდა ხალხი და აქციაზე მონადგომი, ვინც იყვნენ იქ ადამიანებიც არ შემოგვიერთდნენ. მაგრამ არაუშავს, რაც არის. შეიძლება ძალიან ადრე დავაანონსე და არ მოხდა ამისი, ასე ვთქვათ, მობილიზება, მაგრამ არაუშავს. პატარა გამოხმაურება გქონდა ამერიკიდან, ეს კაია. სენატორი ჯინ შაჰინი ამბობს, რომ ქართული ოცნების ტაქტიკა სულ უფრო ლაჩრული ხდება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავაჩქაროთ მეგობარი აქტი. ეს მალევე ჩვენი მინიპატირი საპროტესტო აქციის მერე მალევე გამოიცა ეს მისი ტვიტერი. ექსი უფრო სწორად და ვიცით რომ ეს არის ორპარტიული პროექტი, მეგობარი აქტი, სენატორი ჯინ შაჰინი გახლავთ დემოკრატი ხალბატონი, მაგრამ საქართველოსთან მიმართებაში ორივე პარტია, დემოკრატების და რესპუბლიკელებიც მხარს დაუჭერენ და უჭერენ კიდევაც ამ ამბავს, მაგრამ ქართველები არ უჭერენ ამ ამბავს მხარს, რასაც მე ვატყობ. გუშინდელ აქციაზე უნდა ყოფილიყო სხვა ადამიანები. არ ვიცი, იქნება ჩვენ რაღაცა, არ ვიცი. მე ცოტა შოქში ვარ, მაგრამ ერთი რამე უნდა იცოდეთ, მეგობრებო, რომ გინდათ არ გინდათ, საქართველო მაინც გახდება ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი, ეს ყველაფერი გაწერილია. როგორც იყო გაწერილი ირანი, ჩინეთის სანქციები, ჩრდილოეთ კორეა, ესა ყველაფერი გაწერილი აქვს ამ მთავრობას, ამ ხელისუფლებას ამერიკისა დონალდ ტრამპის მეთაურობით. თქვენ შეიძლება თქვათ, რომ მე რანაირად როგორ კაცო ტრამპის ლანძ გითხო საერთოდ ტვინი წაიღეს უკვე აღარ შემიძლია. ჯერ კომენტარებს წერენ ამ ჩემი ტექსტის მერე. ცოტა ემოციურად ვიყავი განწყობილი, იმიტომ რომ არ ველოდი ასეთ ცოტა ადამიანებს და ხალხს რომ ვეხვეწებოდით, შემოგვიერთეთ, კაციშვილი არ მოდიოდა. მეგობრებო, დეტალებში იმალება ეშმაკი და მინდა ეხა პატარა დეტალი მოგიყვეთ და მიხვდებით, რომ ყველაფერი წინასწარ გაწერილი აქვს ტრამპს. გახსოვთ ალბათ ტრამპი მასკის დაპირისპირება, რომელიც გადასარევად ჭამა რუსეთმა. დაპატიჟეს რუსეთში, ჩავიდა დიდი საუბით მასკის მამა, სახელი და გვარი არ ვიცი, ხა დამაგუგლინებთ. და ამ კაცმა ძალიან დიდი სპეცოპერაცია ჩაატარა და ტვინი აურია რუსეთის ხელმძღვანელობას, რუსეთის სპეცსამსახურებს და დაარწმუნა რუსები, რომ არც ამერიკა და არც ისრაელი ირანს არ დაარტყავს. შედეგად რუსები მოადუნეს ყურადღება ირანის მიმართულებით, რა თქმა უნდა გადაეცა ეს ინფორმაცია ირანს, მაგრამ ისე აგიხსნეს ყველაფერი, რომ ამერიკა ისრაელის ხელით დაარტყა ირანს. ეს ყველაფერი იყო ძალიან წინასწარ გათვლილი და რატომ ეს დეტალი არის მნიშვნელოვანი. როგორც კი ირანის ხელისუფლებამ გათიშა ინტერნეტი მთელი ირანის ტერიტორიაზე, არ ვიცი, ძალიან სწრაფად წუთებში ამუშავდა ელონ მასკის ცნობილი სტარლინკი. და ვინც არის ჩახედული ამ საქმეში, იცის, რომ თუნდაც ამერიკის ტერიტორიაზე ასე სწრაფად ამუშავება სტარლინკისა არის შეუძლებელი, თუ კი ის არ არის წინასწარ ჩამონტაჟებული, დამონტაჟებული და გათვლილი. ეს ყველაფერი გათვლილი იყო, მეგობრებო. მოკლედ, ამერიკა ყველაზე მეტად აფასებს ხალხის ძალას. და თუ ჩვენ არ ვიყვირეთ და არ დავდექით გვერდზე, ჩვენ ვიქნებით რიგში მეათეები. ჯერ მოლდოვას მიადგება, მერე იმას, ამასობაში კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას დაიჭერენ, კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას დააჯარიმებენ და ბიჭო, ვიყვიროთ.
შენგელი დარში დავდარში შენგელი სუსტიან დამთარში რადამ გამოდით მოგდი